შესაძლოა ეს კურსიც კი არსებული რაც გვაქვს სანატრელი გაგვიხდეს. $1, $2 და 60 თეთრი. ექსპერტები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას აანონსებენ. ყოველდღიურად ლარი ანტირეკორდს ხსნის. საშინელი მდგომარეობა, ოჯახის ბიუჯეტებს ურტყავს. რო შეხვალ მაღაზიაში უკან გამორგიხარ. ტრაგიკულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა. გაუბედურდა მთლიანად ხალხი. მე მგონი კიდე აიწევს 2 და 7-მდე მაინც. $62 ჩემი პენსია. უფასურდება ლარი და იზრდება ფასები. ყოველდღე ქვეყნის თითოეული მოქალაქე კიდევ უფრო ღარიბდება. აი ჩემი ფული დღეს გუშინ ესეც არისო მართლა ძალიან ცუდ დღეში ვარ. ყურე აი რა მახურდა ფულები. ხალხი იხშობა და პატრონი არავინ არ ყავს ამ ქვეყანას. აქცია ამთავრობა ქვეყანა სახში ვერაფერი ვერ მივდივარ ცარიელ. მთავრობა საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს. ასეთი გაუფასურებული ლარი ისტორიას არ ახსოვს. შევარდნაძის შემდეგ არ ყოფილა მსგავსი ჩამოშლა. 20 წლის ეროვნული ვალუტა არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის. ხელისუფლება ამ კრიზისს არ აღიარებს. აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის. ლარი არ უფასურდება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მთავარი დამნაშავე მთავრობაა. მარტო გარე ფაქტორების გადაბრალება არასწორია. თითოეული დღე აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას. მძიმე რეალობა და კიდევ უფრო მძიმე პროგნოზი. ტურისტების მატების ტემპი შემცირებულია, ენერგეტიკაში ინვესტიციები იკლებს და ეცემა უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობაც. ყველა ფაქტორი ახლა ლარის წინააღმდეგ მუშაობს. დიდი რაოდენობით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან, ხელისუფლება ყუს ნაბიჯებით რეაგირებს. ვის ხელშია ლარის გადარჩენის გასაღები? ეროვნულ ბანკს აქვს მერკეტები, რომლითაც შეუძლია მოფრთხილოს. და არის თუ არა გამოსავალი სავალუტო რეზერვების გახარჯვა. ამ რეზერვების გაფლანგვა არაფერს არ მოგწონს. სავალუტო პოლიტიკა უბრალოდ არ გაგვაჩნია, ანუ მიყვებით დინებას. სად გაჩერდება გაუფასურების თავისუფალ დინებაში მიშვებული ეროვნული ვალუტა და რატომ არ უთმობს საპარლამენტო ტრიბუნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ოცნება? ეწირება თუ არა პოლიტიკურ დაპირისპირებას ხალხის მდგომარეობა და ვინ შეიძლება მოყვეს ჩამოშლილი ეკონომიკის ნანგრევებში? გუგული მაღრაძე 5000 ევროიანი ნორკეშობით დადის. სირცხვილია. ვაიჩეს პატრონს. გაუფასურებული ლარი და გაღარიბებული ხალხი, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, ყველა ერთად აქ რუსთავი 2-ზე არჩევანში.